ცნობილი ქართველი სპორტსმენი და სპორტული კომენტატორი ბატონი ალექსი დავითაშვილი. საგამომცემლობის ალექსი ბატონო, თქვენი პირიმე, მადლობა მობრძანებისთვის და თან მოგწყვიტეთ სამწვრთნელო პროცესს და პირდაპირ ძიუდოს დარბაზიდან გვეწვიეთ. ესე იგი, მე კიდე მოკრძალებულად გამოგაცხადეთ, რომ ცნობილი სპორტსმენი და ცნობილი სპორტული კომენტატორი უთუოდ ბრძანდებით, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, ნამდვილი ცოცხალი ლეგენდაა ქართული და არა მარტო ქართული სპორტისა, 8 გზის საქართველოს ფალავანი ქართულ ჭიდაობაში და 9 გზის სოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ვეტერანებს შორის ბატონი ალექსი დავითაშვილი. მოგესალმებით, დიდი სიყვარულით ბატონია, მოგესალმებით. წლებია უკვე რაც გულშემატკივრობთ მთელი ჩვენი დიდი შემოქმედებითი ოჯახით და თანაც ერთი სიამოვნებაა ხოლმე თქვენი ჭიდაობისკერაც და ის თუ როგორ აღიქვამთ თქვენთვის რა არის ჭიდაობა, აი ისე ზუსტად გადმოვსემთ ხოლმე, როდესაც აი თქვენეული განუმეორებელი სტილით ამ ყველაფერს კომენტირებას ახდენთ, რომ არ არის შემთხვევითი, რომ ათასობით მაყურებელი აი მიჯაჭულია ეკრანებთან და უყურებს და სხვა შორის პოპულარიზაციის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პერსონა და თქვენი აი ესეთი ჩართულობა და დავიწყებ აი ბოლო მნიშვნელოვანი წარმატებით. აქამდე ხო მოქმედი სპორტსმენები წუწუნებდნენ და ახლა ვეტერან სპორტსმენებსაც დაუწიათ იმაზე საუბარი, რომ აღარ დაბერდა ეს დავითაშვილი, როდემდე უნდა ვიყოთ ეგეთ გობარებში. როგორ იყო ეს მეცხრე ჩემპიონატი და რა გვაქვს მიზნად? ეს ჩემპიონატი გარკვეულწილად ყველაზე როგორ ვთქვათ, იცი ბატონო გია, ძალიან განვიცადე რა, განვიცადე და ნერვიულობდი, იმიტომ რომ გავიგერო ეს თან შარშან უпростоრე შარშან ლას-ვეგასში რომ გავიგერო ზიგარო კანოსთას მონუმენტს აძლევდნენ 10 გზის სოფლიო ჩემპიონს, აი იმის შემდეგ უკვე გამიჩნდა ინტერესი 10 გზის სოფლიო ჩემპიონი ვინც გახდება იმას აძლევენ ზიგარო კანოს მონუმენტს თავს და ესეთი აქვს სამ სოფლიოში, ერთი არის რინერი, მეორე რაჯაბლი, მესამე კოპე, ფრანგი, აზერბაიჯანელი და ჰოლანდიელი და სხვათა შორის იქ ათაბეგაშვილი იყო გიორგი, ჩვენი ახლა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და იმ დაჯილდოებასაც შევესწარით. ლას-ვეგასში დააჯილდოვეს ესენი და სხვათა შორის გიორგის ეუნება იქ IGF-ის წარმომადგენელი, რომ ყველაზე ახლოს დავითაშვილიაო და შეუძლია რომ მოიგოსო და რაც შეიძლება ჩემ ამ მეცხრე სოფლიო ჩემპიონატს დაძაბული შეხვედრა მქონდა ფინალში გადასასვლელი ბრაზილიელთან. ცოტა მსაჯები ტყუილად ხوار ვიძახ ხოლმე გუშინაც და დღესაც გავმეორდები. ეს ჩემი დევიზია ხო საცრაუდა 64-ში და ვეუნებოდი რომ ხوار გადაუთარგმნა მეთქი ვინმე რომ ეს საჯები ეს გულში ხوار ჩაიდო. ცოტა მიდგომა იყო, მაგრამ იმდენი მაქვს. იმდენ სამშრობობ, იმდენ სამწვალობ, რომ ჯეროდა რომ მოვიგებდი რა და თან ჩემს გულშემატკივართ ერთ საქართველოს ხო შევპირდი, რომ 100% არის მოვიგებ მეთქი 10 ჯერ და იმედი მაქვს რომ მოვიგებ ღმერთის. დაგახარებთ ღმერთი. ღმერთის გვერდში დგომი. ან მე ვნახე ისეთი უეჭველი იპონი იყო, ისეთი სუფთა გდება იყო, რომ გამორიცხული იყო, სულ ორი მსაჯი ყოფილიყო ერთად და ორივე თქვენ წინამდე. დამატებითი დრო იყო უკვე ბატონია, დამატებითი დრო იყო უკვე. ესე იგი მაგამდე მოგიწიათ ხანგრძლივად 5-9 მაგდერი არ მეჭიდავია და ვიცვე მიცნობს ესე მე არ გამხარებია არასდროს. და არც მახსოვდა კარგად მიცნობთ როგორი ემოციური ადამიანი ვარ, ბევრჯერ წამიყვანია ჭიდაობა, არც მახსოვს ხოლმე რას ვიძახი, რას არ ვიძახი, გვერდზე მიზის ხოლმე თამაზი და ესე მჩქმეტავს ხოლმე არ შეედიდო. ესე რა გავბრაზდები ხოლმე. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ დიდი ზეიმი წინ გველოდება. მანამდე მინდა კითხოთ, კაცო, რა თქმა უნდა, სოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება უდიდესი რამ არის. მით უმეტეს თქვენ აბსოლუტურ ტონით კატეგორიაში გამოდიხარ და ყველაზე პრესტიჟული და რთულია საჭიდაოდ, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობის არის ჩვენი აი ეს დედა ჭიდაობის, როგორც უწოდებთ ხოლმე თქვენ სიყვარულით, ქართული ჭიდაობის მიმართულებით 8 გზის ფალავანი. საოცარი ამბავია და მითხარით ამ ხრივ რა შტაბესტილება გაქვს, რომ თქვენი სიყვარული ქართული ჭიდაობის მიმართ ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. აი როგორ ავთქო იცი, ეს ჩვენი დედა ჭიდაობა, აი თუნდაც ავიღოთ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ბექაური, ხო? დიახ. თან 24-25 წლის ბიჭია და ვითავლებს ბუსს, ამ იაპონელებს. ქართული ჭიდაობა, გენში რაც აგვაქვს, ჩვენ ხო მებრძოლიერი ვართ, ჩემოგია. მებრძოლიერი ვარ და ხა ქართული ჭიდაობა აი ხა სოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. პირველად ჩავატარეთ სოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჩატარდა 25 ქვეყანა იყო ჩამოსული.
ერთ-ერთი უძლიერესი შეჯიბრი იყო, ერთ-ერთი უძლიერესი შეჯიბრი კიდე კაი ქართველი გახდა ჩემპიონი და რა ვიცი, აი როგორ ავთქო, იცი, აი სული, ყველაფერი ეს ქართული რო აქვს, იმიტომ ვართ ეს ქართველები ამაში, ჩვენ გენში გვაქვს ეს, მე ბრძოლი ხალხი ვარ და გენში გვაქვს ეს ჩვენი ულამაზესი ჭიდაობა. ეხლა სხვანაირად არ ჩავმართო, ხა ძიუდო როგორ არ მიყვარს ძიუდო და ძალიან მიყვარს, მაგრამ ქართული ჭიდაობაზე ლამაზი არც ერთ ჭიდაობა არ არის. თან სხვანაირად რაინდულია და რაინდული დაინახავ, კლავები ჩანს, ყველაფერს თავი გაანებო ბატონებია. თქვენ ისეთ ასაკში ხართ და ეხლა ისეთი ოჯახის შვილი ხართ, რომ იცით ეს ჭიდაობა რა არის. წაქცეულ კაცს არ ეჭიდავები და ამაზე სულ სხვა კოდექსია ვაჟკაცური და ვაჟკაცური კაცი რო წაიქცევა იმას უნდა დაანებო და არ ეჭიდაო და დანარჩენი ყველა სპორტის სახეობა გააგზელე ეჭიდავე სადაც და იქ მოუგერა. თან მე ძალიან მიყვარს აი ამ წესის გარდა ესეთი მნიშვნელოვანი ვაჟკაცური და ეს ეთიკური მიმართებისა კიდევ ერთი განმარტება საიდან წარმოიშვა. ჩემი აღზრდელის და ცოცხალი ლეგენდის, ამ შემთხვევაში კარატეზე ვამბობ, შოტოკან კარატე დოში. მე-10 დანის მფლობელი ბატონი ზურა ლეჯავაზე. მას აქვს ნათქვამი, რომ ვინაიდან ჩვენ მებრძოლიერი ვარ და მუდამ რიცხვით მრავალი მტერი გვიწევდა და 1-5-ზე, 1-10-ზე გვიწევდა დაპირისპირება, ცალხელში ხმალი რო ქონდა და აქენა რო სარმით დაბლა დააგდებდა და ხმალს დააყოლებდა, მეორე და მესამე მოდიოდა და დაბლა საფხლარძულო და პარტერში საჭიდაო სადეცალა ქართველ კაცოდა. ეს ამბავიც არის მას ყველაფერში. რამე და ერთი კითხოთ, იცით, ამ შემთხვევაში მუსიკის და ჭიდაობის შინაგან ერთიანობაზე საუბრობ. არაერთხელ გამიგია თქვენი კოლეგებისგან, რომ სულ სხვა მუხტია, როდესაც მუსიკა უკრავს და როცა იქვე ცოცხალია, აი ეს დაკრავს ხოლმე დოლი და ალალად გეტყვი ბატონო გიორგი, ალალად გეტყვი. მუსიკას რო ჭიდაობის მუსიკა რო დაიკვრება, რა არ მგონია რომ მე მომიგოს რა. ეხლა მოხდი მოდის რო აი სულ ყველა სულ სხვანაირად ავხდები რა. ეხლა თქვენ მოვლილი გაქვთ ნახევარი მსოფლიო. რამდენიმე სპორტული შეკითხვა მინდა დაგისვათ ვერ გავუშვებ ამ შანს ხელიდან. თან თამამად გეკითხებით, იმიტომ რომ ყველგან მოგებული ხარ. ფიზიკურად გამორჩეულად ძლიერი თუ გახსოვს თქვენს გარდა კიდევ სხვა მეტოქეებიდან. სულ ყველა მაგას ახლა ფიზიკურად ძალიან ღმერთის იმით შეიძლება არ მეტყვა, მაგრამ ღმერთის ნაჩუქარი ძალა მაქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ესეთი ძლიერი ესე იგი რა შეჯიბრი აღარ მაქვს, ხო სოფლიოში ნაჭიდავები საქართველოს კი არა ოლიმპი დაწყებული. მე ბრაზილიას ოჯანი ქონდა, მე ესეთი რამე ახლა ვისაც ეჭიდავთ, ხო? წარმოიდგინეთ, რომ იმდენი მაქვს ნავარჩები, ხა 2 და 3 საათ თოკებს რო გააკეთებ, 2 და 3 საათი პაკერშკებს რო გადააგდებ, იმხელა პაკერშკებს და ზუსტად ეგ დამიდგა თვალწინ მე მაფრთხილებდნენ რა, თუდად ეჭირა. რო ვთქვათ, რომ ყველამ რო გაიგოს მაყურებლებმაც, ბლოკი ეჭი, ბლოკა, თუდად ხელი ქონდა ჩავლებ, მე რო ეგ ჩამევლო 30 წამში მოგხსნიდნენ და 4 წუთი ნახევარი ასე ეჭირა ეს ხელი. თუ ვერ უგავაშვებინე. არა, როგორ? ამ ხელა ჯანის პატრონი. ამაგეროთ საბოლოოდ სამართალმა პურიჭამა და ის შედეგი დადგა რაც უნდა. ახლა ყველაზე უფრო კურიოზული ორთაბრძოლა რა გახსენდებათ თქვენი აი ხანგრძლივი კარიერიდან? ყველაზე მეტი კურიოზული. ერთხელ ვიჭიდავე ევროპის ჩემპიონატი სუმოში. სუმოს ნაჭიდავე. სუმოს ნაჭიდავე მაგდა. რა ვიცი, ის პატარა ვიყავი ამათა შედარებით ტარით რა და რო დავდექთ ესე ხო სუმოზე რო დგებიან რა 4 ხელებსო დაადებენ და არც არაფერი არ გამიკეთებია ბატონო პრო რო ესენი ხო მორბიან ხო და რო დავინახე რომ უნდა გამოქცეული ყავდე კიდე ესე შემოუტრიალ და მაყურებლებში გაიაიცა თან ის ხო მაღლად გადაპირდაპირ გამართა მაყურებლებში დაანგრია თქვენ სულოს გარდა კიდევ სხვა სახეობებში გაქვთ ნაჭიდავები როგორც იცი ხო? სამბო თუ არ ხები? სამბო, ძიუდო, სუმო, ქართული ჭიდაობა. ერთად მე მგონი ეს 4 ოფიციალური მედალი მარტო მაქვს საქართველოში. აი ესეთი საოცარი უნივერსალი ყავს თუმრად დღეს ბატონებო. მე როგორც მახსოვს პირველი პრიზი ხვარი იყო ხო რაც მოიგო. მე როგორ ხდებოდა აი გამავი? მე რითი ებრძოლებდნენ? ეხლა ფალავნობა ხო 8-ჯერ მაქვს მოგებული და პირველი 4 წელი ხვარს მაძლევდნენ. მერე მომცეს მივა მოვიგე. რა კარგია? მომცეს არა, მომცეს ცოტა მოვიგე. მოვიგე მივა. მერე მოვიგე 0-3. მერე მოვიგე Opel Vectra. ბოლოს ფულიც მომცეს $5,000 რა. ასე წინ მიდიხარ და? არა, რა თქმა უნდა, ეხლა რა ვიდა კიდე რო ვთქვა შემოგია. რახა მამაზე ჩამოვარდა საუბარი ჯერ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რო აგერ მოგვიწვიეთ და
შესაძლოა მომეცი რომ ამ ბიჭებს რომლებიც ახლა სოფლიო ჩემპიონატი იყო 70 ქვეყანაზე მეტი იყო 2500 მონაწილეზე მეტი იყო და საქართველოს ნაკრებმა 8 ოქროს მედალი აიღო და სულ 23 მედალი ავიღეთ ახლა სახელმწიფო გვარებს ვერ ჩამოვთვლი იმიტომ რომ ვიღაცა რომ გამომჩეს ეწყინება და ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ რომ ჩვენი ქვეყნის დროშას ყველაზე მაღლა რო ვეწევით და დედის სულფიცო ვარ საქართველოს ჰიმნი რო იკვრება ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ ეს არიან ჩვენი ბიჭებიც რა დიდი მადლობა მინდა გითხრათ დღეს აქ ჩვენთან მოგზაურობისთვის და განსაკუთრებული მადლობა იმისთვის რომ ამდენჯერ აწევინეთ ქართული დროშა, ამდენჯერ გაისმა ქართული ჰიმნი და ღმერთმა კიდევ ბევრჯერ და ბევრჯერ მოგახერხებინოთ თქვენს მეგობრებთან და ჩვენს სასახელო სპორტსმენებთან ერთად. ჩვენი სტუმარი გახლდათ ბატონი ალექსი დავითაშვილი. წარმატებები უსურვოთ მათ აი ამ ეროვნულ საქმეში. დიდი მადლობა, დიდი სიყვარული ჯემალია მომიკი.